ადამიანების უმრავლესობა ესე განიხილავს ახლა ამ საკითხს, რომ რა არის ეს კატასტროფამდე შეიძლება მიგვიყვანოს, შეიძლება რაღაცა მოხდეს. ანუ თითქმის ყველაფერში არსებობს ლოგიკა. AI-ის დახმარებით მე აღმოვაჩინე ისეთი სკილები ჩემში მაგალითად, ისეთი უნარები, რომელიც აქამდე არ შემეძლო უბრალოდ რა, მაგის გაკეთება ფიზიკურად არ შემეძლო, იმიტომ მაგისი არც ცოდნა მქონდა და არც რესურსი არ მქონდა რა. ეხლა უკვე შემილია რომ ეს ყველაფერი გავაერთიანო ის რაც გონებაში მაქვს მე მაგალითად მე ხა მუშაობ ძირითადად ვიდეოს მიმართულებით რა ნუ AI-ს აქვს სხვადასხვა განხრა აქვს ნებისმიერ საქმე შეიძლება გამოიყენო და შენი საქმე გაიმარტივო რა ჩემი აზრით ძალიან დიდი ნაბიჯი მოხდა უცებ და რაღაცა გარდატეხა მოხდა ამ ტექნოლოგიურ სივრცეში და რავი მე კმაყოფილი ვარ ყოველ შემთხვევაში მომწონს იმას რასაც ვაკეთებ და ჩემი აზრით რომ არანაკლები ხელოვნება არის ხალხს მაინც გონია რომ რაღაცა შენ ხელოვნურ ინტელექტთან მიხვალ ეტყვი რომ ეს გამიკეთე და უცებ ის ყველაფერს გიკეთებს სამწუხაროდ ესე არ არის და საკმაოდ ბევრი რამე ჭირდება და საკმაოდ ბევრი რაღაცი გაკეთება გინდა გჭირდება ადამიანს რომ გამოვიდეს საბოლოო შედეგი ისეთი როგორიც გინდა რა და ჩემი აზრით ძალიან კარგი რაღაცა მოხდა რა ჩემნაირი ადამიანებისთვის რომლებმაც ბევრი საქმე ერთიანად გააერთიანეს ახლა და მე ვარ შემოქმედი ასე რომ ვთქვათ მე თვითონ ვაკეთებ რეჟისურაშიც მე ვიღებ მონაწილეობას სცენარზეც მე ვმუშაობ ხმის რეჟისორის მე ვარ ოპერატორის მე ვარ და ყველაფერი მე ვარ ყოველ შემთხვევაში და ვაკეთებ ამ ყველაფერს ერთი ხელსაწყოს დახმარებით რა ეგ არის პლუსი ჩემთვის ეს არის რაღაცა გარდამტეხი ნაწილი არის კაცობრიობაში ჩემი აზრით AI-ის შემოსვლა, ხელოვნური ინტელექტის შემოსვლა, რომელიც შეიძლება იყოს ცუდიც და შეიძლება იყოს კარგიც. მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანის ხელში, რომელიც კეთილსინდისიერია, ალბათ უფრო კარგად გამოიყენებს და წესიერად, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომელიც არაკეთილსინდისიერეთას გამოიყენებენ მას. იმიტომ რომ აი რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტად იხვეწება უფრო მეტად ხდება რეალობასთან დაახლოება მისი და გარჩევადობა იქნება ძალიან რთული რაღაცა პერიოდის მე. რაღაცა საქმე რომელიც შენ გიყვარს და შეიძლება კომფორტულად გზნობ თავს იმის კეთებაში, ამის დახმარებით უკვე შესაძლებელია რომ გააკეთო რა. ეგ არის ყველაზე დიდი პლუსი ჩემთვის, მაგრამ კიდე ერთხელ ვიტყვი ეს ყველაფერი სად მივა და როგორ მიიყვანს, ეგ არის ნამდვილად არ ვიცი მე და იმედია რომ კარგისკენ და ისევ კაცობრიობას წაადგება ეს ყველაფერი რა მაგის მაშინ. სალამ მეგობრებო. ანუ არ ვიცით რომელიღაცა პოდკასტით მოგესალმებით. რიგით მე რამდენი? ხო, რიგით მე არ ვიცით. იცი რა შეგვიძლია რომ თქვათ რომ მე-18, მე-19, მე-20 და გავჭრათ და რომელიც იქნება იჭავს. ანუ მოგესალმებით მეგობრებო, რიგით მე-18, მე-19, მე-20 ან 21 პოდკასტით. და დღეს ჩვენ დღევანდელი თემა არის, მაგრამ ჩვენ დღევანდელი თემა ვერ იქნება თუ არ აღნიშნავთ ვინ ვართ. არ ვიცი, ჩახართ ბატონოჩი. ულამაზესი არიანა როგორც ყოველთვის და მე თქვენი ონა მორჩილი. რიგითი მოკვდავი. ფსიქოლოგიაში ყოფი კაცი. დღეს საკმაოდ ფსიქოლოგიურ და საინტერესო თემას შევეხებით. ჩვენ მეგობარზე, ან თუ მტერზე, გვინდა ვისაუბროთ ხელოვნურ ინტელექტზე. ეს ხელოვნური ინტელექტი, ანუ დღეს ბუმი არის ამ ხელოვნური ინტელექტის. აღარ დარჩა სფერო, სადაც ჯანმრთელობა, დამტკიცა. აღარ დარჩა სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შევიდა და ანუ რას გვიქადის ეს ყველაფერი, საით წაგვიყვანს და როგორი იქნება ჩვენი ბედი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შევეცდებით, რომ აი ჩვენი რაღაცა მოპოვებული ინფორმაციით ამჟელობით გავარჩიოთ ეს ამბავი. ნამდვილად. განხილვა დავიწყოთ იმით, აღარ დარჩა სფერო, სადაც ჯანმრთელობა, დამტკიცა. აღარ დარჩა სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შევიდა და ანუ რას გვიქადის ეს ყველაფერი, საით წაგვიყვანს და როგორი იქნება ჩვენი ბედი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, შევეცდებით, რომ აი ჩვენი რაღაცა მოპოვებული ინფორმაციით ამჟელობით გავარჩიოთ ეს ამბავი. ნამდვილად. განხილვა დავიწყოთ იმით, ხელოვნური ინტელექტი საზიანოა თუ პირიქით სასარგებლოა? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ანუ ანალოგიურად AI-ისა რა ვთქვათ, რა სიტყვას დან ადამიანს შეგვიძლია რაღაც პური დავჭრათ, ანუ ვიღაცა მოვკლათ სიტყვაზე, ხო დანით რა. გააჩნია როგორ ვიყენებ. ხო, გააჩნია როგორ ვიყენებთ რა და თვითონ ანუ ეს პოტენციალში ანუ შენ რასაც ამბობ რა. არა მხოლოდ ეს სურათებზე არა, აი სურათი, მაგალითად სურათზე შეიძლება კიდე ადამიანი შეცდეს. რაღაც მომენტში, რაღაცა ვიდეოები არის უკვე აი რა ვიცი
ცოცხალი მიმიკით და რაღაცა მამაო არის მაგალითად, რომელიც წერს რომ ამა და ამ რაღაც დღეს გააკეთეთ ესა და ეს რიტუალი, გულში თქვით ამდენი ამინი. თუ გწამს ლოცვის ძალის, დაწერეთ ამინ. 20, 21 და 22 აპრილს ზეცა იხსნება სუფთა გულის ადამიანებისთვის. და ანუ საქმე რაშიაც იცით მეგობრებო რომ ანუ ის უამრავი ხალხი ვიც კომენტარებს და ვისაც რეალობად აღიქვამს ამ ყველაფერს ხო ანუ ეს ახლა წარმოვიდგინოთ რომ AI-ს აქვს საშუალება AI ანუ რომ გავიგოთ ეგ საზიანოა თუ ის არის სასარგებლო ხო უნდა განსაზღვროთ ჯერ AI-ის შესაძლებლობები რა ანუ AI არ არის ჩვეულებრივი პროგრამა რა მაგალითად აი რაღაც კომპიუტერი რომელსაც რაღაც იმას მიცემ რა ქვია ბრძანებას და გააკეთებს ანუ AI-ს აქვს ბევრად ფართო დიაპაზონი და ეს დიაპაზონი მდგომარეობს იმაში რომ აი მაგალითად შენ რომელი ყავა გიყვარს მარიან ესპრესო ამერიკანო სიტყვაზე რა ხო ამერიკანო ხო ანუ მიდიხარ ამ თუ AI არის ჩამონტაჟებული ამ ყავის აპარატის სიტყვაზე და არ არის ჩვეულებრივი ყავის აპარატი რა ანუ სახეზე აღიქვავს ანუ გიცნობს ანუ როგორც აი ChatGPT წეგარ ვახსენე ხო წეგან ხო როგორ გეფერებოდა და რაღაცა ანუ შენი შესწავლილი აბსოლუტურად შენი ფსიქოლოგია შესწავლილია კომუნიკაციაში და იმის მიხედვით შეუულია რომ განწყობის და მიხედვით ის კია რომ იცის რომ ამერიკანო გიყვარს აი შეიძლება გითხრას რომ დღეს რაღაცა ისეთ ხასიათზე ხარ რაღაცა აი ესპრესო უფრო გესიამოვნება და ასე შემდეგ ანუ AI აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცა კომპიუტერთან შედარებით რა კომპიუტერი არის მკვდარი ალგორითმი რასაც დააჭერ და ის ანუ ეს ნულიანების და ერთი არის ერთობლიობა კი ბატონო AI არის სხვა მცნება მაგალითად კიდე რა შეგვიძლია თქვა აი ბანკებში თუ დაინერგა, ან მაგალითად სამართალდამცავ სტრუქტურებში, ხო? რაღაც პრობლემა, ან დაგაჯარიმეს თუ რაღაც, ან AI თუ არის და AI განგიხილავს. შენ ისტორიას როგორ დეტალებში ჩაყვება? ის აი ორი ჭიქალუდი როდის დალიე, სადალიე, მე ამ ორი ჭიქალუდის დალევის მე როგორ განწყობაზე და მდგომარეობაზე იყავი. ანუ აი ამ და ეგ რატოა ცუდი, ან რატოა კარგი, რომ ის რომ შეუძლია რომ ობიექტურად შეაფასოს თუნდაც რაღაცეები და გადახარშოს შენ პირობითად ვიცახი რამდენად საშიში ხარ ან არ ხარ საშიში. ნახე, რომ ემოციები რო არ აქვს, ეგ არის მთელი პრობლემა, რომ აი არ გააჩნია გზნობები ემოციები. აი ჩვენ ახლა სანამ პოდკასტს დავიწყებდით, ვკითხეთ, აი გვაინტერესებდა არჩევნებში რომ მიეხო მონაწილეობა, რამდენად ობიექტური იქნებოდა და რამდენად სწორად შეაფასებდა და ჩამოგვიწერა რომ კი ის ობიექტურია და დაიწყებს იმას რომ ვის რა გაუკეთებია, ვინ ასრულებს დაანაპირებს და ასე შემდეგ და მასზე ვერ იმოქმედებს რაიმე სხვა პროგრამა, ანუ თავის გადაწყვეტილებაში რომ მაგის არჩევნის უფლება გქონდეს. თუმცა მე დავუსვი ძალიან კონკრეტული კითხვა ერთსა და მეორეს შორის, რომ აი რომელს აირჩევდი და ცოცხალი თავით არ მიპასუხა, რომ ანუ არა, ანუ მთელი რიგი მიზეზები ჭირდება, რომ რაღაცა დასკვნა დაგიდოს და ესე რომ ცალსახად ხელს არ ადებს, რომ მე всё ეს ან ეს, ეგეც კარგია, რომ განიხილავს ყველას. ყველა შესაძლო ცუდ ვარიანტსაც და კარგ ვარიანტსაც, ანუ მარტო ცუდი არ არის რა AI. თავია როგორ გამოვიყენებთ და რისთვის გამოვიყენებთ და რამდენად სწორად გამოვიყენებთ. თუ სწორად გამოვიყენებთ, ძალიან ბევრ დროს დაგვიზოგავს, ძალიან დიდ რესურსს დაგვიზოგავს და ჩვენ საცვლად ძალიან ბევრ რაღაცას იზავს. მაგრამ ამის უკან არის ის, რომ მთელი ჩვენი ინფორმაცია აქვს. ჩვენ შესახებ იცის ყველაფერი საერთოდ. და აი არ არის რა. ადამიანმა არ უნდა იცოდეს, მე მგონი მეორე ადამიანო ყველაფერი შენზე და რაღაცამ რო იცის. კი, ხო, არა, ცოტა ის არის რა, უცნაური განცდაა, ხო? და აი მაგაში რას გულისხმობდი, იცი? აი სადღაც ორი ჭიქალუდი გაგდალევთ რაღაც. მაგალითად, ანუ არც ეგ მომავალია. შორს ის რომ აი AI-ის მიერ დაფუძნდეს კომპანიები, აიყვანოს სიტყვაზე თანამშრომლები და ასე შემდეგ, ანუ კომპიუტერულ როცა აი იმაზე გადავა რა, აი ამ მომენტში რომ აი აღარ იქნება საჭირო რაღაც დირექტორი იჯდეს სადღაც ესე და აი ისინი მიიღოს, მაგრამ აი რა მომენტია ეს მანქანით ძალიან დიდი დრო არ არის ძალიან დიდი დრო ანუ ნახე ჩვენ რო ის განვიხილოთ ეხლა რა ხდება იდეაში ხო და ანუ მე მომავალი ესე წინასწარ ეგ შეიძლება რავი ასტეროიდი დაგვეცეს და გაგვანადგუროს 2 წელში ხო და მე ისა რა ქვია ანუ იმ მომენტს ვიძახი რომ მიხვალ ამ AI დირექტორთან და რაღაცა 5 წუთი დამაგვიან და იქ საცობში ვიყავი ან მართლა ობიექტური ის რო წარუდგინო ხო რაღაც მიზეზი და არგუმენტი ანუ ის გაგაგდებს ეგრევე იმიტომ რომ ანუ ის მაგას ვიძახი რომ მათემატიკურად ითვლის
ანუ აბსოლუტურად ყველაფერი იცის შენზე და შენ უკვე ფსიქოტიპი აქვს იმას ჩამოყალიბებული და ის ემოციით არ გადაწყვიტავს ის იმას, რომ ეხლა იმ ადამიანმა დირექტორმა შეიძლება გაპატიოს და ანუ რაღაც შევიდეს შემდგომარეობაში, ხო? და ეს ანუ ჩვეულებრივად. აი კიდე უფრო უარესი ამბავშია სიტყვაზე ეხლა ომები ხო იყო და არის და კიდე იქნება ჩვენ და სამწუხაროდ, ხო? ომებში თუ ჩაერთვება AI ანუ იქ რაღაც აი რომელ წერტილს დაარტყა და ის ანუ იქ რაღაც კი არ გამოურიცხავს რომ აი აქ ბავშვები არიან, ეხას არ გამოურიცხავენ ეგრე და ბომბები ცვლივა ესე უმისამართოდ, მაგრამ აი ეს აი კონკრეტულად აი ესე ძალიან აი პრაგმატულად ანუ ბევრი რო არ მივედმოვედე რომ პრაგმატული არის ძალიან ანუ იმას არ აინტერესებს შენი რაღაცა ემოცია და ამ დროს პროგრამისგან, რობოტისგან განსხვავებით, სუფთა კომპიუტერის განსხვავებით, აი ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ იცის შენზე ყველაფერი. ანუ აი დღეს როგორი სახით შეხედავ, ხდება რომ ეს კი არ გინდა, სხვა რაღაცა გინდა, ხო და ახლო მომავალში ის არის რომ აი ეგ არის, ხო? ანუ ხანდახან თვითონ არის და თქვენ გინდათ რომ იქიდანაც იმას მიქნათ და მე რაღაც არიან რაღაც ვიდეო ტიპები, პერსონაჟები, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ განასხვავებენ და აი ამ ტიპმა რო უთხრა, რასაც ეტყვის გააკეთებს, ანუ რა. ანუ ჩვეულებრივად აი კი არ დაჭირდება ვიღაცას აგიტაცია და გამოსვლა, ანუ იარაღი არის. ანუ აი სად მივდივართ იცი, რომ აი ვიღაც პოლიტიკოსი მაგალითად იცნობ. ესა და ეს პოლიტიკოსია, აი მას გამოდის, აი ვენდობი, არ ვენდობი რაღაც, მაგრამ აი რაღაცა ტიპები, აი უბრალოდ ამ მამაოსიმაძე, მამაო არა, შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან ხშირად აგდებს ხოლმე Facebook-ზე. ანუ იმ ადამიანს, რომელიც იმასაც არ განიხილავს, რომ ეს ნამდვილია თუ არ არის, ხო? ძალიან მარტივია, რომ იყო ნებისმიერი იმაზე პრობლემა საყოფილა AI რა შუაში, AI ხო იდეაში ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ანუ პრობლემა მივდივართ იქ, რომ ადამიანებშია პრობლემა და არა ხელოვნურ ინტელექტში, იმიტომ რომ ადამიანს თუ არ შეუძლია გაარჩიოს რაღაცები და საკუთარი აზრი კონდეს და იყოს დამოკიდებული AI-ზე, ანუ შენშია პრობლემა, პროგრამა არაფერ შუაში არ არის. თუ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ნებისყოფა მოვმართოთ სწორად და აი რაღაცა თავი ხელში ავიყვანოთ, მიუხედავად თავისი დიდისა. ანუ სხვა შემთხვევაში, ანუ ყოველთვის ვიღაცის ბრალი იქნება, თუ ჩვენ თავზე არ ავიღეთ პასუხისმგებლობას. დღეს შეიძლება რომ მართლა ყველაფერში გამოიყენოს სწორად AI, ისე რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაც არ მიაწოდოს შენზე და საქმეში ძალიან გაგიმარტივდეს. უბრალოდ ამის უარყოფით რაც შეიძლება დავარქვა ნამდვილი მუსიკა რაც არის, რაზეც დიდხანს წვალობს ადამიანი, ნამდვილი მხატვრობა რაც არის, ანუ ნამდვილი ხელოვნება რაც არის, ეგ ყდება ამის გამო ასევე თანამდებობები რაღაცები შეიძლება ეს ზოგადად გაქრეს რა, იმიტომ რომ შეუძლია ჩაანაცვლოს ახლა მე ვებ დიზაინერს არ გადავუხდი დიდ თანხას რომ ეგ გამიკეთოს და მე რაღაც რამდენიმე დოლარად ვიყიდი ფასიან პროგრამას და აი რასაც ვეტყვი, რამდენჯერაც ვეტყვი, იმდენჯერ გამიკეთებს იქამდე სანამ მე მენდომება, რომ არ დაიხვეწოს რა ის კონკრეტული, ანუ ოღონდ აქ რო თანხას გადავიხდი, შემიძლია 10 პოსტერი გავაკეთებინო. 10 პოსტერში ადამიანი უფრო მეტ თანხა გჭირდება და შესაბამისად ადამიანებს ანაცვლებს. და ადამიანური რესურსი თითქოს აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ არსებობს პროფესიას შეეხება, ძალიან ბევრ პროფესიას შეეხება, ანუ მაგრამ თეატრს ვერა, თეატრი ცოცხალი კომუნიკაციის უკანასკნელი ფორმა, რომელიც სხვა დანარჩენ შეგვიძლია რომ ფლეშკაზე ატარო. ახლა ანუ ხელოვნება თქვი შენ, ანუ უეჭველი ხო აი ადრე იყო რა ხალხი ქმნიდა რაღაც თვეები ჭირდებოდა რაღაც კომპოზიციის დაწერას და მთელ რაღაც სულს და გუსტებდნენ. ამაში ახლა რაღაც აი მართლა იმ ორი ფილაგზე დაჭერი თუ რაღაც პროგრამით შეგიძლია რომ იგივე გააკეთო. ანუ ის იმ ხალხის გვაწლის რაღაც ფინანსისტებს ხო აუცილებლად და აი რაღაც აი საბუთების შემდგენს აი კალკულაცია რაც ხება იმათ აუცილებლად ამოაგდებს ხო? ეხლა მე რაღაც ბუღალტერი დავიქი რაო სიტყვაზე, ან თუნდაც ადვოკატიც ხო? ანუ ადვოკატი იმ დონეზე რომ აი კანონი და ეს ანუ აქ რაზე იცი მომენტი რომ ადამიანს აი შესაძლებლობს ბევრად აღემატება, ხო? ადვოკატმა შეიძლება ყველაფერი იცის საერთოდ. ზეპირად იცოდეს რამოდენიმე კანონი და ნუ რაღაცა და ის აი ნებისმიერ წამში უბრალოდ გააწმიდებს, ხო? ანალოგიურად რა კიდე იმაზე რელიგიაზე, აი მაგალითად რელიგია ძალიან საინტერესო ამბავია აქ რა. ანუ აი მონოთეისტურ რელიგიებზე მაქვს ლაპარაკი, ანუ სამ ძირითად ისლამი, ქრისტიანობა და ის იუდაიზმი, ხო? ანუ ეს წიგნის რელიგია რაც არის, ხო? ანუ აი ამ წიგში რაც წერია, ანუ ზეპირად იცის ნებისმიერი, შეუულია, რომ რელიგია შექმნა შეუულია, ამებს აიღებს, კომბინაციას გააკეთებს და რაღაცას დაამატებს, იმიტომ რომ ანუ
ცოცხალია, ანუ იმის ხომ რომ ცოცხალი არ არის. ნუ ეხლა ძმენი საკითხია და მაგაში არ შევალ რა. უბრალოდ აი წიგნიდან შეუძლია ნებისმიერ დაწერილზე, არა მარტო მაგ სამი წიგნიდან, საერთოდ რაც კი არსებობს წიგნი, იქიდან რაღაც კომბინაციები გააკეთოს და ახალი რაღაცა შექმნას. რაც ანუ თავისით, ანუ აი ხა მთელი მუღამი რომ რაღაც მომენტში რა, ანუ AI კიდე ერთი სხვაობა რაც არის კომპიუტერთან თვითონ სწავლობს რა, ანუ ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ან პროგრამაში არ ჩადებულ, რომ თვით იმაშვება რა, სწავლის მომენტი აქვს რა. ვითარდება. ხო და ანუ პროფესია კიდე აგე ფსიქოლოგიაში ყოფს რო ვიცახი. ფსიქოლოგებსაც არ აქვს კაი დღე, იმ ხრივ რომ აი რაღაც ელაპარაკები გირჩევს, ნებისმიერ ფსიქოთერაპევტს შენ ის გინდა ფსიქოანალიზი, გეშტალტი გინდა თუ რა ვიცი CBT და იუნგი და ფროიდი, აი ყველაფერს ამში აი ეს დაგილაგებს, ხო? არის ლაპარაკი რომ ნუ ახლა მაინც ცოცხალ ადამიანთან როგორ კომუნიკაცია და რაღაცა, მაგრამ ეგეც არა, ხო ადამიანს აი შენ ხო გეკომფორტებულება, მეც ხშირად მაგას ისეთ ლაპარაკი რომ აი რაღაც ვიღაცას ვერ დაგლაპარაკებს, აგიხსნის და დაგიყვაოვებს რაღაც, ხო? ანუ ფსიქოლოგი იდეაში რას აკეთებს? და ფსიქოლოგი კიდე ცოცხალი ტიპია და შეიძლება რაღაც მიმიკა არ მოგეწონოს და ამასთან ეს მომენტი არ არის. შეგწხვეს და ვერ უთხრა. ხო, ეს მომენტი არ აქვს. ანუ აბსოლუტურად გახსნილი ხარ რა. ანუ ადამიანი არ არის რაღაც მოცემულობა, ხო, რაღაც პროგრამასაც ვერ ვარქმევ და შეიძლება ბოლომდე გაიხსნა. იქ ადამიანს შეიძლება ვერ გაიხსნა. მაგაზე ძალიან კაი ფილმიც არის, Hair. ხო, ის ხუაკინ ფენიქსი რო თამაშობს, ხო? ძალიან კაი ფილმია მაგასაც. ხო და აი თუნდაც რა თვითონ ChatGPT-ს ვკითხე რომ ამეთქა შენ და შენსაც რო მიმართა უკვე თემა არის. თავის თავს რო ანუ როცა წერე რა შენათ მოიაზრებ და ჩვენ აი კაცობრიობის ისტორიაზე რაღაც რო ეკითხები, ხო? აი ჩვენ ესე და ესე მოვდივართ რა, ეგ უკვე ის არის რა, როგორი უცნაურია ყურში რომ თითქოს პროგრამა გელაპარაკება და ამბობს რაღაც თავის თავს როგორც ადამიანად განეხილავს, ხო? და ანუ ოფლაინ კი არა, ონლაინ ფსიქოლოგია რა არის, ხო? ანუ მაშინ რო წავიდეთ რა ბოლომდე დელში და ვთქვათ რომ აი ფსიქოლოგს ვერ დღეს უმეტესობა ფსიქოლოგიური თერაპიები და ესენი ონლაინ ტარდება, ხო? ხო და ანუ მაშინ ის ადამიანს იგზის და არანაირი რაღაცა აქ ყოფობა არ აქვს, რომ თითქოს ეგ მაგას ვერ ჩაანაცვლებს. არა, ჩემი აზრით ძალიან ჩვენი ჩაანაცვლებს. ძალიან ბევრ პროფესიას რა და ეგ არის რაღაც მომენტში ხო აი შეიძლება საზიანო ჩავთვალოთ იმ ხალხისთვის ვინც აი კონკრეტულ ამ პროფესიებს ფლობს და შეიძლება დარჩეს და ეგეთი ადამიანი ძალიან ბევრია აი მართლა შეიძლება ნახევარი მსოფლიო დარჩეს უმუშევარ იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა ბევრი ფული გადაიხადოს ვიღაცას არ აქვს ეს ბევრი ფული რომ გადაიხადოს და მაგიტო აღონ ეგ შეიძლება მოხდეს განვითარებულ ქვეყნებში ხო ჩვენთან ახლა განვითარებულ ქვეყნებში ის მუშა მაინც გჭირდება და ჯერჯერობით იმ ეტაპზე არ ვართ მისული რომ ბოლომდე გავიგოთ რა შეუძლია ანუ ბოლომდე ჯერ არ ვითვისებთ რა მის შესაძლებლობებს რამოდენიმე შეიძლება ძალიან კარგად აითვისოს მაგრამ აი მე და შენ ვეკითხებით რომ აი მაგალითად დაგუგლის ნაცვლად ვეკითხებით ChatGPT-ს რომ აი რაღაცა რომ მინდა რომ უცებ ინფორმაცია მოვიღო და მორჩა რა ჩვენ შორის კომუნიკაცია თუმცა მე თუ ამ ყველაფერს და შენც და სხვაებიც ბევრ დროს დაუთმობენ ნებისმიერ ამას გვასწავლის აი მე ხო არ ვიცი აი ველოსიპედი როგორ კეთდება ხო ეგეც არ ვიცი მაგრამ აი ძალიან და აი ChatGPT-ს რო ვკითხო ტელეფონი როგორ ავაწყო და შევქმნა და გავაკეთო მაგას მასწავლის და მე შემეძლება რომ იმის დახმარებით ტელეფონი ავაწყო ადამიანმა რომელმაც ველოსიპედი როგორ მუშაობს ეგ არ ვიცი და როგორ შეიძლება გააკეთო საერთოდ შექმნა ეგ არ ვიცი რა და თავი ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ადამიანები უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში ახლა საქართველოსდან რო გამოვიდეთ მარტო აი საქართველოს ჩარჩოდან რო ვილაპარაკოთ მხოლოდ რომ აი AI გამოყენებულია TikTok-ებისთვის, ანუ არაგანვითარებული რაღაცაებისთვის, რომ აი რაღაცა რომ ბევრი ლაიქი ქონდეს, ბევრი კომენტარი ქონდეს, იქ რაღაცა ვითომ მიიწერა, მაგრამ რაღაცა ფოტო გააკეთებინა დადო და აი მორჩა იმის იქეთ იდეაში ჩვენ AI-ს ვიყენებთ იმისთვის, რაც საერთოდ არ გვჭირდება. და არ ვიყენებთ იმისთვის, რაც გვჭირდება, ანუ სწავლისთვის საერთოდ არ ვიყენებთ, აი როგორ გავაკეთო ეს, რომ კითხო მაგის ნაცვლად, ეუბნები რომ აჰა, ამ ფოტოში ცოტა თმები დამიგრძელ, ეხლა შეუნდა ჩავუდგა და უთხრა რა ხუჭუჭა როგორი ვიქნები და ანუ ეგ არის რა. ო. თან საინტერესო რა აქ იცი კიდე რა სხვაობა არის იმ ჩვეულებრივ პროგრამას და კომპიუტერს შორის და AI შორის. როცა შენ ეგრე ეკითხები, აი Google-ის მაგალითად, ხაი Google-ში როწერ რაღაც კონკრეტულს, გიგდებს ანუ იმ ინფორმაციას, რაც არის
ანუ ეს ბოლოში კითხვას გისმევს კიდე, რომ ანუ მასთან, ანუ გინდა ის გაგიმარტო, ან ეს როგორია და გინდა და ანუ საუბარში შეყავ ხარ. რაღაც პონჩი არის, ადიქტური არის, ანუ დამოკიდებულს ხდის თავის თავზე იმ ამბავში, რომ Google-ში რაღაცა ინფორმაცია მოვიპოვე და სულ მორჩა დამთავრდა იქ ყველაფერი. ეს აი იმ კითხვებს რო გისმევს, მუდმივად ინტერაქციაში ხარ რა. მაგრამ თან უფრო უღრმავდები. აი რაღაც რომ აინტერესებდა აი გლადიატორის ამბავში რაღაცები ძალიან მაინტერესებდა და Google-ში რა ინფორმაციაც მოვიპოვე მეფებზე აღარ მახსოვდა, იმიტომ რომ 9:05-ში დავამთავრე სკოლა და აღარ მახსოვდა ისტორია და რაღაცები რომ დავგუგლე მაშინდელი იმპერატორები და რაღაცები Google-მა ხო აი მოკლე ინფორმაცია და აქ ChatGPT-ს რო ვკითხე ყველაფერი გავიგე ვინ ვის მერე ვინ რატო ვინ რა დროს ის რო გამოგონილია ეს რო ნამდვილი პერსონაჟია ის რაღაცა და მთელი ინფორმაცია გავიგე და მაგრამ გამიხარდა იმიტომ რომ ვისწავლე იმიტომ რომ სკოლაში ვიცოდი რომ ეს ამ დროებში მოღვაწეობდა ამან ეს დაარსა იმან ის დაანგრია ეს იმას ებრძოდა და მორჩა და აქ აი მისი შთამომავლობა რაშვება მაშინ ხალხი როგორ იყო ანუ ყველაფერი მთელი ინფორმაცია მივიღე და ანუ კაი იყო რა სწავლა ძალიან გამიხარდა ხო და პოდკასტს მე რო იმას ვიღებთ დავამონტაჟებ თუ გავუშვებთ გადავხედოთ რომ მე და შენ შორის რა რაღაც და რაღაცები უნდა დავითვალოთ რაღაც და რაღაცები და ნუ ბალიშვილის მოხდება უფრო მეტი ხო და ანუ საფრთხეზე ხარი ხართან რომ დააბაო ხარი ხა ეგრეა ხო და საფრთხეს ბოლოსკენ კიდე საფრთხეს მინდა რომ გავუსვა ხაზი რომ არის ესეთი ტენდენცია რომ ჩვენ რო გავჩერდეთ სიტყვაზე რომელიღაცა მთავრობა იტყვის სიტყვაზე რა რომ აი ჩვენ რო გავჩერდეთ ხელოვნური ინტელექტის განვითარება აღარ გავაგრძელოთ აი სხვა მთავრობები ეს დაპირისპირებული ხო ეს მუდმივი ქიშპირო არის ხო ისინი განვითარდებიან მე ჩვენ რაღაც იმას გვიზამენ ამ იმით ხო ეხა ეთი რაღაცა ხო ამ იმებს რაღაცით ხო ან ჩვენზე წინ წავლენ ამ იმაში და არის რომ მაგის რომ ეს არ გაჩერდა ანუ შეუცვლელი პროცესი არის და ანუ იმას ვიტყვი აი მართლა იმ მომენტამდე გადის რომ რაღაც თანით ან მსგავსი ტიპის საგნი შეგიძლია შენ უბრალოდ პური დაჭრა ანუ ვიღაცა იმას აკნა რა დააზიანო და როგორ გამოვიყენეთ აქ მართლა არ არის მისტიური რომ თავისით დაიწყოს შემოქმედება იქ იმაში რომ არის ზოგიერთ ფილმში რომ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს მაგრამ არა ვერა ჩვენზეა დამოკიდებული მთავარი ჩვენ რა მიმართულებას მივცემთ ჩვენ თუ AI-ს გამოვიყენებთ ბომბების შესაქმნელად შეგვაქმნევინებს მაგრამ თუ ჩვენ გამოვიყენებთ ცოდნის მისაღებად რომ ერთმანეთს გამოვადგეთ სამყაროს გამოვადგეთ საკუთარ თავს გამოვადგეთ მაშინ ანუ ძალიან იდეალური რაღაცა AI იდეაში გვიმარტივებს ყოველდღიურობას დროს ძალიან გვაზოგინებს ანუ კარგია რა მაგრამ გაჩნია ვინ როგორ იყენებს კი და საბოლოო ჯამში მაგ მივდივართ რა რა დატვირთვით გამოიყენებს ადამიანი ხო კონკრეტულად ჩემ ხელში ის რა მიმართულებას მიპოვის და შესაბამისად ანუ ისევ ჩვენ თავს უნდა მინიმუმ გარჩევა უნდა იცოდე ანუ ორი სხვადასხვა ფოტო რო არის ხალხი ვერ არჩევს რა შეიძლება იყოს რეალური და რომელი შეიძლება იყოს AI ანუ ეგ გარჩევაც უნდა იცოდეს რომ მე აი ბევრი რაღაცა ინფორმაცია რო ვრცელდება შენ ვერ ხვდები რა არის სწორი და ყველაფრის გჯერა აი ყველაფრის გჯერა აი ჩვენ პროვოკაციულ ლეველზე ვართ ანუ აი ჯერ კიდე პირველ ლეველზე ვართ არ გვჭირდება მაღალი ლეველი იმიტომ რომ რასაც აი ჭორიც კი აი ვინმე ჭორი რო თქვას თავისი მოგონილი ამბავი რო თქვას ანუ ყველას ჯერა და მეორე დღეს მთელი საქართველოს მაგაზე ლაპარაკობს და ანუ ისე რომ ინფორმაციას არ ამოწმებენ ეს ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი ანუ ჩვენთან ძალიან მარტივია რომ ნებისმიერ რაღაცა ცეცხლი აიყიდოს ხო რა რაც გჭირდება ის გააბაზრო რა უხეშად რო ვთქვათ და კი და ეგ არის ეგ მომენტი აუცილებლად გამოიყენება მთავრობები არა მარტო ერთმანეთთან რაღაც ქვეყნების დაპირისპირების ამბავში შიდა აი ჩვენ შემთხვევაშიც ვიდეოს დაგიდებს რომელსაც მასა უმეტესობა ვერ არჩევს და აი ამით შეუძლია რომ უბრალოდ შექმნას რეალობა სამყარო შექმნას მარტივად არა მარტო მთავრობებს ვიღაცა ტიპი შეუძლია რომ სამყარო შექმნას და აცხოვროს ხალხი ამ სამყაროში იქ ყველაფერი რა ვიცი ტრუმენ შოუები და აი მსგავსი ტიპის ისინი თუ გვაქვს ნანახი მან და სხვა არაფერი არა რომ რეალობას ქმნის ხელოვნური ინტელექტი, ანუ ხელოვნურია, მაგრამ იმდანაც ხალხი ვერ არჩევს. ამიტომ ჩემი აზრით, ხო, აი ძალიან რო არ გადავტვირთოთ თემა, არის რომ უბრალოდ გარჩევა, მინიმუმ გარჩევა უნდა იცოდეს ადამიანმა, რა და
მე ხო, უნდა ვისწავლოთ, კი. რა ვიცი, არც საფრთხე არის და არც რაღაც ის არის რა. 64 და რაღაც სასწაული და ჩემი აზრით ხო და ისიც რომ მე ჩვენ რო გვეგონა რომ მეხუთე ელემენტში რო 2012 წელს მანქანები დაფრინავდნენ, ეგეთ მაგარ განვითარებაზე კაცობრიობა ჩემი აზრით ძალიან დიდი ხანი ვერ მივა და AI იმდენად თავის თავს ვერ განივითარებს, რომ აი ფიზიკურად ხელშესახები გახდეს და რაღაცა თავები დაგვასყიდოს ხალხს. ეს არის რაც შეუძლია რომ შეგვაშინოს არის რომ ინფორმაცია გაასაჯაროვოს, რის უფლებაც არ აქვს, მაგრამ ნუ მაინც ყოველ შემთხვევაში რაც აქვს ჩვენგან მიღებული და ჩვენ რა ინფორმაციასაც მივაწვდით იმ ინფორმაციას გაასაჯაროებს და ანუ ეს პირადი რაღაც ინფორმაციები ჩვენ უნდა დავიცვათ, არ არის აუცილებელი რომ ყველა დეტალი, ყველაფერი მოვუყვეთ AI-ს, რა მართლა დავდგეთ და სარკეში საკუთარ თავს ველაპარაკოთ, თუ რაღაცა ისეთი გაწუხებს, რომ არც მღვდელთან მიდიხარ, არც ფსიქოლოგთან მიდიხარ, არც მეგობართან მიდიხარ და მოდი ამ AI-ს ძალიან პირად, ძალიან ინტიმურ, ძალიან საიდუმლო რაღაცებს ნუ ეტყვით რომ აი თავი დაცულად იგრძნო რომ მე არ დაშანტაჟდე მაგის გამო. სხვა ვერაფერს ვერ გავნებს. აი ეხა აქ რო ჰაერი რო გებდის რომ AI ვარ, მე ჰაერში ვარ უნდა მოკლა. არა ხო, რა თქმა უნდა არ არის. ნუ აი შევეცადეთ ჩვენ რაღაცა მწირი შეხებით ხელოვნური ინტელექტთან რომ გაგვეცელებინა ეს თემა და რაღაცნაირად ანუ კიდე და კიდე ანუ ძალიან საინტერესო ეპოქაა სხვათა შორის და ანუ დაკვირვებას მოითხოვს და რაც თავარია ანუ უეჭველი რაღაც ბასრი გონება და ეს უნდა კონდეს რომ რაღაც იმაში უბრალოდ ილუზიაში არ ჩავარდე, იმიტომ რომ ძალიან მიახლოებულია მართლა რეალობასთან და რა ვიცი. ой, ძალიან დამაინტერესა ბოდიში Google-ს უფრო ხშირად იყენებენ თუ ChatGPT-ს. მე ვფიქრობ რომ ბევრად ხშირად ChatGPT-ს ექნება ხალხი გადასული. მაგიტომეუნები, იმიტომ რომ ის მშრალია რა, დავწერე მაგალითად ვინ იყო რაღაცა იმის იაკობ გოგებაშვილი. ხო, გოგებაშვილი, იაკობ მშრალი Google-მა მომცა მშრალი Wikipedia, რო იაკობაშვილი დაწერა. ის კეთვის რომ აი გინდა, რომ აი იაკობ გოგებაშვილის ბავშვობის ის მოგონების რაღაცა ეს და ანუ ვის გავს კიდე და რა ის გზა გაიარა. ბევრად მასშტაბურია ეს სიტყვი და ბევრად ცოცხალია თუ შეიძლება ესე ვთქვათ. AI ვიდრე ჩვეულებრივი Google და ასე შემდეგ რა. და ძალიან საინტერესო იქნება ფილმი თუ დაგვიწერს თვითონ რამდენჯერ იყენებს. შეიძლება ყოველ შემთხვევაში მე ისე გავიდეს დღეები და შეიძლება მთელი კვირაც კი ისე გავიდეს რომ საერთოდ არ გამოვიყენო თუ რამე უცებ ინფორმაცია არ მჭირდება. მაგრამ ყოფილა რომ აი დღეში რამდენჯერმე შემიწუხებია რაღაც ინფორმაციების მოსაძიებლად. ანუ მაინტერესებს საშუალოდ ვინ რამდენჯერ იყენებს, ანუ შეიძლება რაღაცა ყოველ დღე იყენებს AI-ს, შეიძლება კვირაში ერთხელ, შეიძლება ფასიანი აქვს ნაყედი და 24/7-ზე რაღაცას ეკითხება, იმიტომ რომ ის ხუმრობაც ხო არის, რომ აი ვიღაცა რო ტელეფონს იღებს, რომ აი მე ჩემი ChatGPT-ს კითხვები არ ნახოს და აი მსგავსი რაღაცები, მართლა ყველაფერს. ხო, აი ეს თემა რა. რაღაცნაირად უცებ ეგეც განვიხილოთ და მე ჩავსვათ, რომ აი AI ადამიანებს გააზარმაცებს, ანუ უფრო ხალხის ინტელექტს უფრო მაღლა აწევს თუ უფრო დაბლა აწევს. კაი კითხვაა, ძალიან კაი კითხვაა. და მე ერთად რომ შემიძლია ვიპასუხო, რომ გააზარმაცებს. მეც ეგრე მგონია კი. აუცილებლად, ანუ ფიქრის პროცესი, ანუ AI-საც და ადამიანს აქვს იდენტური იმ შემთხვევაში, რომ ადამიანს წარმოშობს არა, ანუ ადამიანი არის ფიქრის რაღაც მიმღები, რაღაც ანუ ველივითაა ფიქრი, ანუ ეს მარტივად შევეცადო ახსნა და ადამიანი იჭერს ამ ტალღებს, ხო ფიქრი, ანუ ჩვენ რო გონია რომ ჩემი ფიქრი და მსგავსი ის არის რაღაც ველი, რომელსაც ადამიანი იჭერს, როგორც Wi-Fi-ს, ხო? ანალოგიური აქ ანუ ChatGPT აგროვებს, ანუ რატო არის ჩვენზე ძლიერი და ნებისმიერ აი მაგარ მოაზროვნეზე და ფილოსოფოსზე, ხო? მაგრამ ანუ ის ფილოსოფოსი როცა ფიქრობდა და რაღაცა ცდილობდა რომ აი პროცესი იყო მისთვის, ანუ მარტო ის კი არა რომ რაღაც იმის რა ქვია, სიტყვების აკუმულირება და სიტყვების დამახსოვრება არ იყო, რაც მე სიტყვას გაიგებდა და ისწავლა. აი ამ სიტყვების connection-ი რაღაცები, ანუ ერთმანეთთან დაკავშირება, აი რაღაცა ჩამოყალიბება უკვე ადამიანის ტვინის პროდუქტი იყო და ეხლა ეს AI გეუბნება რა, ანუ ეტყვი რომ აი მაგალითად რაღაცა კონცეფციას რა ვიცი, აი ეგზისტენციალიზმი, ხო? ეგზისტენციალიზმი ყოფიერება, ანუ შენ ადამიანი როგორც იწყებ, აი ყოფიერება შედგება ამისგან, ამებს მე ერთმანეთთან აკავშირებ, რაღაცა ის ეგრევე დაგიწერს.
ხო, ეს შენ მარტო კითხულობ, შენ ფიქრი აღარ გჭირდება. აღარ გენერირებ რა, ანუ აღარ ინტერაქციას აღარ იმაშვები რა ფიქრთან რა. ის აღარ აქვს გასვლა გამოსვლა და ეს ენერგია აღარ მიდის ფიქრში და როგორც აი მაგალითად ფიზიკურ სხეულს რო ავარჯიშებ და ფორმაში ხარ ადამიანი ხო? ანუ ეს ხო რაღაც იმას მოითხოვს რა, გაჭირვებას და ძალისხმევას. იქ აღარ გინდა ეს ძალისხმევა რა, აგერ ჩამოგიყალიბებს შენ უბრალოდ შეგიძლია ეს. აი ესე იჭდე რა. ხო და გააზარმაცებს. ხო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ AI არც ისე კარგია, იმიტომ რომ ზარმაცი ადამიანი რო გაზარმაცდება და მისი ტვინი რო ფიქრს არ მიეჩვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ დეგრადირებისკენ წავა ზოგადად კაცობრიობა, ვიდრე აი პირიქით აფეთქებები და შემოქმედებითი ხელოვნებაში შემოქმედებითი წვა შეიძლება არ იყოს, რომ აი მაგარი წიგნი აღარ დაიწეროს ადამიანის მიერ და AI-ს დააწერინოს ვიღაცამ. შეიძლება ძალიან მაგარი დააწერინოს, მაგრამ თავისი ნაფიქრი არ იყოს რა. იგივე მუსიკა წერასაც. იგივე მუსიკა, იგივე მხატვრობა, აი ხო. ანუ ადამიანს რაღაც აი ეს შემოქმედებით ხელოვნებითი წვა, გინდა ფილოსოფია იყოს, გინდა იგივე ხელოვნება, ანუ ვეღარ მაგარი წიგნი. მათემატიკაშიც აი მაგალითად ჩვენ დროს რო აი კალკულატორის გამოყენების უფლება რო არ ქონდა და რვეულზე უკანის რაღაცა რო ეწერა, მაგას რო არ გვახედებდნენ, ახლა კალკულატორს წარავინ და ChatGPT-ს ეკითხებიან, რომ აი რავი 8x5 რამდენია და ანუ იმიტომ რომ აი მარტივად მისაწვდომია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის საჭირო ტვინი დავტვირთოთ ზედმეტი ინფორმაციით, მაგრამ ჩვენ ტვინს აქ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ და მე თუ რამე არ ჭირდება, ტვინი ავტომატურად გაფილტრავს, ჩაიტანს და რაც გჭირდება, იმაზე დაამუშავებს, მაგრამ ეს ინფორმაციას თუ არ მივაწვდით, ყოველთვის აი ესე იქნება დაუმუშავებელი, გაშტერებული, არამუშავ მდგომარეობაში იქნება. და მაქინა მოდის სხვათა შორის ბევრი ის აი იგივე ალცჰაიმერი, დემენცია და მსგავსი ტიპის ანუ ტვინი როცა ანუ როგორც ტვინს ორგანოა, ხო, რაღაც სხეულის როგორც კუნთი სიტყვაზე. ანუ არ ვარ მაგას ზედმეტი შაქარი იწოს თორე ძალიან ჭკვიანი ადამიანები ვიცი ვისაც ეგენ დამართნია. ხო, მაგრამ ანუ აქ სხვანაირი ტიპის აზროვნებაზეა ლაპარაკი. ის არა რომ თუ ტყუში ვთუნდა რაც არ უნდა ჭკვიანი და ის ვიყო რა. აი წეღავ ნეგუთი ზუსტად. ბრიუს უილის მაგალითად. სიტყვების აკუმულირება, მარტო სიტყვების აკუმულირება არ არის. ანუ ფიქრის პროცესი კიდე სხვა რაღაცა შენ ანუ ემოციას ანუ გზნობ ამას აი რაღაც მთლიანი არსით ახარ ჩაფლული რა ფიქრის პროცესი რით განსხვავდება აი თუნდაც ძალიან დიდი ინფორმაციისგან ის ინფორმაციაა უბრალოდ რა და აქ პროცესი მიდის ადამიანი ანუ ერთ ფიქს მეორესთან აკავშირებს აქედან რაღაცა გამოყავს ანუ შემოქმედება ეგეც ხელოვნებაა და ის რომ ეხლა მე რომ მილიონი წიგნი ვიცი და რაღაცა ეგ ფიქრი არ არის ეგ უარი თავი რაღაც თავის ტკივილია რომელსაც ცოდნა. ხო რა, მოკლედ. ცოდნა არ ნიშნავს ინტელექტს. ხო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი AI პოდკასტი. მადლობა მეგობრებო. და დაგვიწერეთ ვინ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, აი ეს კითხვა რომ დავტოვოთ თქვენი აზრით AI საშიშია თუ სასარგებლო რა. აწ უკვე 102 subscriber.